დილას ვიწყებ წყლით და წყლის შემდეგ რა მოქვს? 50 გრამი შვია, რომელსაც ჭირდება დაახლოებით 20 წუთი მოხარშვა, მაგრამ არ ვხარშავ ამ ეტაპზე. ჩართვა და მოვწოდე. ეს არის დაახლოებით 50 გრამი. ცოტა დამატკბებელი. ბევრი არა. ამას ვიყენებ. ცოტა ხანში მექნება გასაყიდოთ. მე მხარეს პროტეინი. 1 2 კიდე პროტეინი. ამის გემო არ მოვწოს და მინდა რომ მალე მოვჭი. 1 სკოპი კრეატინი. 1 სკოპი ტაურინი. მე ჩემი ამბავი დამეზარება და ბარე მაქვე ჩავყრი ამას. ვერ დავტკი კარგად რა, დიდი ტრაიპოდი არ მაქვს აქ. და პატარა ტრაიპოდი და სხვანაირად ვერ დავტკი. გრინს მაქვს. თქვენ გონიათ ნამდვილად და არაფერი. ახლა იწყება. არის ბერძნული იოგურტი, ულაქტოზა. მაქსიმალურად ნაკლები შაქარი რომ მივიღოთ. შემდეგ გვაქვს არაქისის კარაქი, სადაც ეს. წყალი დააკლდა. ეს იყო ნიშანი იმის, რომ წყალი დააკლდა. კომპიუტერთან თუ არ ვჭამეთ, ისე საჭმელს გემო არ აქვს. თუ რაღა იყო, ჭამე. ყავა და ეს და აქეთ ახლა წამლები დაგროვდება, რომელსაც არ გავჩვენებთ. დამავიწყდეთ შია, ახლა შიას ვაკეთებ. წყალს ვადუღებ. ადუღებულ წყალს და 50 გრამი მაქვს შია. კიდე მაქვს ახლა დილად აუცილებლად უნდა დავიწყო. ამით. და რატო? და ხეთ ჩანს ხო? რა ხდება? ეს გეხმარება რომ სისხლში შაქრის დონე დაბალანსდეს და მაგალითად დილით ახლა ნახშირწყლით ვიწყებ. მართალია ბოჭკო შვრიას აქვს ბევრი, ასევე ჩიას ვიყენებ, რომელსაც ძალიან ბევრი ბოჭკო აქვს. მაგრამ ზოგადად გეხმარება ეს პროდუქტი, რომ შაქრის ზრდა არ მოხდეს, სპაიკინგი არ მოხდეს და ასევე ინსულინის დიდი რაოდენობა არ გამოიყოს. შროვის პერიოდში ვარ და ამასაც ვაქცევ ყურადღებას. რა, ჩიას ვიყენებ მარტო ერთადერთი დანიშნულებით, რომ მივიღო ბოჭკო. სხვა მიზნით არ ვიყენებ. მაგის ომეგა-3 არაფერში არ მჭირდება, ჯერ ისედაც თითქმის არაფერს არ აითვისებს მაქედან ორგანიზმი და ისედაც პირობითად 1 კილო რო შევჭამო, იმ სასარგებლო ჯანსაღ ცხიმებს ვერ მივიღებ, რაც თევზის ომეგა-3-დან უნდა მივიღო. ამიტომ ვინც გეუბნებათ რომ ომეგა-3-დან ზუსტად იმას მიიღებთ, რასაც თევზიდან, იმის 5%-საც ვერ მიიღებთ. და მე თუ გინდათ კოლევასაც ჩაიგდო. ახლა გავდივარ დარბაზში, ლექცია მეკრება და მე პერსონალური კურსი. პერსონალური შემდეგ თეატრში უნდა გავდივარ რაღაცები და მე საღამოს შევდივარდები ჯერ პერსონალურები და მე ვიwatch. შემდეგ გასაცილებლად ალბათ გადავიღებ. ჯერჯერ დღეში. გამოდარია კილტრო მომდიხარ და ამდილარიც აშუთხე აცსაღამო. როცა გინდა გამოიარეთ აქ პარკში, ყველგან დაინახავს გზას. სუპ. კიდე დაამატე ერთიც. კიდე ერთი. მეხუთე და მორჩა. კაი.
არაფერი განსაკუთრებული. ერთი და იგივე თითქმის ყოველ დღე ბრინჯი, ტელაპია, კიტრი. მარილ და ეს C ვიტამინი. აქეთ რაღაცეები რაც არ გაინტერესებთ, ესეც არ გაინტერესებთ. ეს არის უბედურება. ერთი პორცია ჩათვალეთ რა. გადავრჩები. მაპატიეთ და დამავწყდა გადაღება ძალიან მშიოდა. მაქვს 2 ცალი კიტრი, ნახევარი შეკვრა. სალატის ფურცელი, 1 ცალი ტუნა და ველოდები ტელაპიას დაახლოებით 200 გრამია ტელაპია. კიტრი, ტუნა, სალატის ფურცელი, მარილი. ვიტამინები, მოჭა. მე მექნება ბრინჯთან ერთად ტელაპია, მე ვივარჯიშებ. მე 5 კვება, დღის ბოლო კვება და ისევ სალატის ფურცელი, კიტრი, ტუნა და ტელაპია მზადდება. ეს არა. ამ ჩაისვო კოფეინი არ აქვს, არ ასტიმულირებს და მეხმარება რომ ღვიძლის ფუნქცია გაუმჯობესდეს, მომნელებელი სისტემა კარგად მუშაობდეს და კიდე რა იყო? წყალი. ზედმეტი წყალი თუ არის შეკავებული ორგანიზმში რომ გამოვიდეს, ისე რომ როგორც დიურეტიკი მუშაობს, მსგავსი ეფექტი. ერთ-ერთი დიდი პრობლემა რაც არის, ეს არის მუშაობა და მე ვარჯიში. ძალიან ვიღლები. რატომღაც ყველას უნდა ლაპარაკი და ავარით. და ანგარიში გამიწევთ ხო? ამ პერიოდში რამდენიმე დღე რა, ერთი კვირაა დარჩენილი. ხოდა მინდა რომ უბრალოდ დავისვენო, ვივარჯიშო, ჭამო, დავიძინო და არაფერი ვაკეთო. უენერგიო თუ არ ნახშირწყლები უფრო მეტად შემომცირე. ზედატანი ძალიან მომწონს, მაგრამ ფეხები არ მომწონს, დეტალები არ მომწონს, მასა მომწონს, მაგრამ ფეხებზე დეტალები არ ჩანს და ზემოთ დეტალები ჩანს ძალიან კარგად. რაღაც უცნაურად არის, რა. მაგრამ ნახოთ კიდე დარჩენილია 6 დღე და 6 დღეში ბევრი რაღაც შეიცვლება, манипуляციები უნდა მქონდეს წყალზე. კიდე ბოლო დღეს 2 დღე ალბათ ან 3 დღე ნახშირწყლებს საერთოდ გავთიშავ. ვიტამინებს, რასაც ვიყენებ, ბოჭკოს, კრეატინს და სხვადასხვა პროდუქტებს მოკლედ საერთოდ ამოვიღებ, იმიტომ რომ ზედმეტი წყალი არ შეაკავოს. და მაქსიმალურად ვეცდები რომ ჯერ წონა დავაფიქსირო და მერე კარგი ჩატვირთვა გავაკეთო. ჩატვირთვაზე მექნება დიდი რაოდენობით ნახშირწყალი, ტკბილი კარტოფილი, დიდი რაოდენობით უფრო მეტად ბრინჯი. ვეცდები რომ არაჯანსაღად არ ჩავიტვირთო, ბურგერი, პიცა და მსგავსი რაღაცეები. რა თქმა უნდა, ამ პერიოდში ცხიმი არ მჭირდება. ჩემი ძირითადი აქცენტი იქნება ნახშირწყლებზე, რომ გლიკოგენის მარაგი შეივსოს. და მჭირდება სოდიუმი. სოდიუმი ეხმარება ჩვენს კუნთებს, რომ შეივსოს წყლით. ოღონდ არა ისე უნდა გავაკეთო ის რაოდენობა უნდა მივიღო. ელექტროლიტს ვაპირებ ცოტა დავლიო. ანუ დიდი რაოდენობით თუ მივიღებ, მაგ შემთხვევაში შეიძლება შეშუპება გამოიწვიოს. უმრავლოდ ვეცდები რომ დიდი რაოდენობით არ მივიღო და ისეთი პროდუქტი არ მივიღო, რომელიც წყლის შეკავებას გამოიწვევს. მოკლედ, ნახოთ. უკეთესი ფორმა მაქვს, კმაყოფილი ვარ, უბრალოდ საშინელად ვარ დაღლილი. პაკა. კი არა და რავი რა, მივჭრიმოთ რაღაცას ვიდო. ძმდანო დავბრუნდი პირველი ჭამა მაქვს. კარდიო მქონდა, ნახეთ. და ახლა პირველ კვებაზე მაქვს 1 კილო ტუნა, 2 ცალი ხლებცი, 2 ცალი კიტრი. ხლებცი მაქვს. აი ეს მარტო ამას ვჭამ. სხვას არ ვჭამ. დაბალ კალორიულია. რაღაც დანამატების გარეშე. whole grain აწერია,
წესით იგივე უნდა იყოს, რაც რთული ნახშირწყალი მიღებული ბრინჯიდან და ასე შემდეგ. ნუ გემოზე არ ვიცი, მე ყველაზე მეტად ეს ხლებცი მომწონს. ეს მაქვს ავოკადო ახლა ფერი საშინელი, იმიტომ აქვს რომ ამას მოვაცლი. როცა ვიყიდე იყო მკვახე. გადავჭერი და ველოდებოდი დამწიფებულიყო და ეს უბრალოდ ცოტათი გამაგრდა, ამას მოვაცლი და მორჩა ეგა. ცოტა დარბილდა. ეს არის ამგვარად ვიმჩნევს ლოცია თაფლი ენერგიისთვის. სამღებული მაქვს ახლა რომ ეცნები ჩავავარებ მაშინვე შევჭამ დავიწყებ რა ჩატურ თვას. მედია ჩავდები. ტკბილი კარტოფილი, ბრინჯი, ტელოპია. ჩატვირთვას ვიწყებ პირველი ჭამა. პირველი რამ მეორე გამოდის. ხლებს თუ არ ჩავტვირთ და თაფლს. წონა ჩაბარებულია. დავბრუნდი. ჩატვირთვა უნდა გავაკეთო ახლა. ჩემი წონა იყო 87 და 500. ახლა ჭამ ხლებს ბრინჯის თაფლთან ერთად რამდენიმე ნაჭერს. ძირითადი ენერგიის წყარო იქნება ახლა ნახშირწყლები და ჩემ შემთხვევაში ძირითადად იქნება ხლებცი. ცოტათი განსხვავებულად ვაკეთებ ამ ჩატვირთვას ვიდრე წინაზე, იმიტომ რომ წინაზე ცოტა წყალი გაჩერდა და ახლა აღარ მინდა რომ წყალი გაჩერდეს, იმიტომ რომ უკეთეს ფორმაში ვარ და არ მინდა რომ გაფუჭდეს. ნუ ისევ სწავლის პროცესში ვარ. სულ სხვა სამყარო რეალურად რო შევხედოთ, ბოდიბილდინგი და ფიტნესი ძალიან განსხვავდება. ესე იგი, კიდე რას იყენებდნენ პროფესიონალი ბოდიბილდერები? გამიბირს. ой, ზოგადად. უნდა გამოვიყენო ეს ენერგიის წყაროთ. ხო იღებს თუ გაიჩა? არა იღებს. და არანაირი ბურგერი, არანაირი ჩიპსი, არანაირი ასგავსი რაღაც. კიდე მეორე ენერგიის კარგი ალტერნატივა. ბლინები. შიგთავსი აქვს არაფერი. ახლა ყველაფერი მეგემრიელება, არ ვიცი, ყველაფერი მომწონს. მაგრამ ალბათ სავარაუდოდ ისეც მომეწონება ეს. ეს ფუნთუშა ხო? ბლინები თუ რაც ქვია, ბლითი. ნახოთ ახლა რა გვაქვს. ცხიმი ცოტაა, 100 გრამზე 5 გრამია. ნახშირწყლები 66, რაც გვჭირდება და ცოტა შაქარი და ცოტა სოდიუმი. ანუ დამატებით სოდიუმს და შაქარს აღარ ვიღებ. აქედან შაქარს კი არ ბოდიში. მარილს აღარ ვიღებ, იმიტომ რომ აქ რაც შედის, უკვე სრულიად საკმარისია ჩემი ორგანიზმისთვის. ნამდვილი კვება, რასაც ქვია, თევზი, ბრინჯი და ტკბილი კარტოფილი მეორე კვებაზე მქონდა დილით. ეგ იყო, ახლა ძირითადად ვაკეთებ ჩატვირთვას. ჩატვირთვაზე მაქვს ესეთი ხარახურა რაღაცეები. ორცხობილა, ბრინჯის ორცხობილა. ოდნავ აქვს შოკოლადი, არაფერი არ არის აქ შოკოლადი. თითქმის არ იგრძნობა, გემოზე არც ეტყობა, ძალიან მინიმალურია. იმიტომ რომ შოკოლადი იმიტომ არ გვინდა რომ ბევრი დოზა შოკოლადი უნდა მქონდეს 50 გრამი. შავი. ისიც სავარაუდოდ ისე გავაკეთებ, რომ ხლებს დავფხუნი, ბრინჯის ხლებცი მაქვს მაღალი ხარისხის, ამაზე კარგი მე ვერ ვიპოვე, არ ვიცი. თუ ნახავთ თქვენ შემდეგ მითხარით. ეს იყო ყველაზე კარგი რაც ვიპოვე. ეს არის ჩემი მოცივარი, სუტკბილეულებით და რაღაცეებით სავსე ეს პერიოდი სულ ყიდულობდი. ეს მეინტერესებს ძალიან, იმიტომ რომ არ შემხვედრია არსად. და მაგრამ მე ჭამის ვიდეოს გადავიღებ. წავედი ახლა. არ ვიცი, მე მგონი ნორმალურად. იმედია რამე არ გამორჩება ძალიან რავი აქა-იქ უბედურად ვიღებ ვიდეოებს. ეს არის
დაფხვნილი ხლებცი. ამას უნდა დავუმატო გამდნარი შოკოლადი, ახლა 50 გრამი და მორჩა. შავ შოკოლადს ესეც არ კი აღარ ვამატებ. ვადნობ შოკოლადს გრილშია. ყოველთვის. და წყალს დავლევ ამასთან ერთად. შემდეგ კიდე მექნება ჭამა, მაგრამ წყალს უკვე აღარ მივიღებ. წყალთან ერთად მექნება 1 გრამი C ვიტამინი და დანარჩენი უკვე ისეთი განსაკუთრებული აღარაფერი. რა თუ რაღაცა მექნება, ძალიან მსუბუქი ხემსი. ანუ რეალურად ეს არის ახლა ჩემი ჭამა, ესე გამოდის, მაგრამ გრძნობ რო ენერგიით ვივსები, იმიტომ რომ ნახშირწყლები არ მქონდა, ჩემი ნახშირწყალი იყო დღის მანძილზე 50 გრამი ბრინჯი. ხო და 50 გრამიდან ვიღებდი ალბათ 35 გრამ დაახლოებით ნახშირწყალს. ნახევარი დარჩენილი მაქვს ტკბილი კარტოფილი. ესეც რა თქმა უნდა. და დამთავრდება მოკლედ ჩემი ჩატვირთვის დღე. შეჯიბრზე ჩავაბარე 87,500. ჩავიტვირთე. ძილის დრო მოვიდა და რა ხდება ახლა? 15 წუთიანი მსუბუქი კარდიო. წყალი რო გამოვიდეს, დილით წყალს არ ვსვამ. 2 გრამი C ვიტამინი. დაახლოებით 100-150 მილილიტრი წყალი. ხლებცი ისევ მაქვს თაბთან ერთად. ტოფიტა. და კიდე რა. ხო რა. ტოფიტა მექნება დაახლოებით 30 წუთში ერთხელ და ეს გამიბიორს მექნება და კიდე ხლებცი. მორჩა. ჩასატვირთად ესენ. ეხლა ვართ დარბაზთან, მიშოს ველოდებით. ჩატვირთვის ფაზა. ყველა თავისებურად ვიტვირთვება. მას მე დავუხებ. ჩაწე. მერე ეხლა ვიწყებ გაგრიმოს. ადრია. აშო. просто ხوار გავიგრიმო უბრალოდ ხელი დაჭდეს და ჩავიცმო რა. ეს რაღაცა დავიმატე. კივილი არ დაიწყო. 100 დავლივიო? თუ ბევრია 100. 3 ხუთი გავუშვი. რა ვიცი, ჩემი ყლუპი იქნება 10 მილილიტრი და. ვისაც ბოდიბილდინგი უყურებია. რა ჭიქით? წასულ ბოდიბილდერებს. და მომავალ ვარსკვლავებს გავმარ ჯოთ. გაგიმარჯვეთ. ბიჭები ვარსკვლავ მე დავბე. ეს პასპორტი შევჭამე ჩემი რა. ეხლა ვერთობი და აქ ახალგაზრდა. რა ჩატვირთვა მიდი. არხის უნდა დაგადალიე რა. დალია. მე ორმაგი ბიცეპსი უკრიდა. ორმაგი ბიცეპსი წინიდან. ტრიცეპსი გვერდიდან. კიდევ ერთხელ ვაკუუმის პოზა.
პრესი და ფეხი. საყვარელი კლასიკური პოზა. მადლობა. შეგიძლიათ დატოვოთ სცენა და წარდგებით ინდივიდუალური პოზირებით.